ოცნება საქართველოს მთავრობის სახელით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ხამენეისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების სიკვდილის გამო სამძიმარს უცხადებს. საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის ტექსტში კობახიძის კაბინეტი უსამძიმრებს ისრაელსაც და სოლიდარობას უცხადებს ყურის ქვეყნებს. ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი, თქვა წილოსანმა, თუმცა კითხვაზე აპირებენ თუ არა ირანში სამძიმარზე ჩასვლას ოცნების წევრები არ პასუხობენ. ჰეზბოლას გენერალური მდივანი განადგურების სამიზნია აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი. ისრაელ კაცის თქმით, ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის მიმართულებით ცეცხლის გახსნისთვის დიდ ფასს გადაიხდის. ქუვეითში ამერიკის სამხედრო თვითმფრინავები ჩამოვარდა, ეკიპაჟების წევრები გადარჩნენ და ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მომხდარის მიზეზების დასადგენად ამერიკასთან თანამშრომლობენ და ერთობლივ გამოძიებას აწარმოებენ. თოვლის გამოწყნეთიდან კოჯრის მიმართულებით გზა ჩახერგილია. მთავარს ვიდეო ადგილიდან მოქალაქემ გამოუგზავნა და გვითხრა, რომ გაუწმენდავი გზის გამო ავტომობილები საათობით საცობში დგანან. მოამინდობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კალაძემ საგანგებო ვიდეო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ თბილისი მოსალოდნელ თოვას მომზადებული დახვდებოდა. ის ახლა აბუ-დაბიში იმყოფება, სადაც დაბადების დღის აღსანიშნად გაემგზავრა და ფრენების გადადების გამო უკან ვერ ბრუნდება.